ეს არ არის ჩვეულებრივი სტაფილოს სალათი, ამიტომ გააგრძელე ყურება. 7 სალათი, დღე მეორე. შეინახე ვიდეო, რომ არ დაკარგო რეცეპტი, გამომიწერე და დავიწყოთ. პირველ რიგში გავთავოთ და გავასუფთავოთ სტაფილო და დავჭროთ აი ესეთ თხელ ფორმაზე. მოგროვილი სტაფილო გადავიტანოთ კონტეინერში. გვჭირდება წითელი ხახვიც, უნდა დავჭრათ თხელ მოგრძო ფორმის ნაჭრებად. გადავიტანოთ ხახვიც კონტეინერში. აქ მაქვს მწვანილი, ვიყენებ ქინძს და მწვანე ხახვს. დავჭროთ ორივე და ასევე გადავიტანოთ კონტეინერში. ძალიან უხდება ნიორიც, ამიტომ დავამატოთ ერთი კბილი. ასევე გვჭირდება რამდენიმე ცალი ნიგოზი, რომელიც უნდა დავჭრათ წვრილად. ისე თითქოს კუზინახს ვაკეთებთ. გადავიტანოთ ნიგოზი თაში და მიუბრუნდეთ ხორცს. მე ქათმის ბარკლები მიყვარს და ამას გამოვიყენებ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილი, თუმცა დამიჯერეთ ესე ბევრად გემრიელია. დავშალოთ ხორცი და გადავიტანოთ კონტეინერში. ვამატებთ ასევე 1 სუფრისკოვს სოიას соуს, 1 სუფრისკოვს სეზამის ზეთს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტია და სეზამის მარცვლებს. დავამატოთ ნებისმიერი წიწაკა, მე პაპრიკას ვიყენებ და მარილი. ეგ არის, შეგვიძლია კარგად აურიოთ და საუკეთესო საჩუქარი საკუთარი თავისთვის დამღლელი დღის შემდეგ მზად არის. ეშკრები მეგობარმა ჩავამეტანა იაპონიიდან. რა თქმა უნდა მზად არის, შეგვიძლია გავსინჯოთ. და რა თქმა უნდა უგემრიელესია, თუ არ გინდა გამოტოვოთ ჩემი სალათების სერია, გამოიწევთ. დროებით.